ბავშვობაში რომ ეკითხებოდნენ ყველაზე მეტად რომელი საჭმელი გიყვარსო, პასუხობდი პური და ჩასაწაწუნებელი მეთქი. დღევანდელი ეპიზოდი მიეზღვრება ჩამოთვლიდან მეორეს. გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ეპიზოდი იქნება როგორც ყოველთვის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი, რადგან გავაკეთებ რამდენიმე ძალიან გემრიელ და საინტერესო ჩასაწაწუნებელს, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ცადოს. და ხო, ვეგეტარიანელებო, ეს ეპიზოდი არ უნდა გამოტოვოთ, რადგან ხორციანი კერძების შემდეგ ყველაზე გემრიელი კერძები ესენია. თუ კერძებს დაუძახებთ. ამ ჩასაწაწუნებლებს, როგორც ჩვენი ახლო აღმოსავლელი მეგობრები უწოდებენ, ქვია მეზეები. მეზეები თავისი არსით გასაზიარებელი კერძებია და განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა. შეკრებების, ურთიერთობის და ერთობის სიმბოლო ასე ვთქვათ. გააკეთეთ ის მეზეები, რომელსაც დღეს გავაკეთებთ, დაპატიჟეთ თქვენი მეგობრები და დამიჯერეთ, რომ ეს მეზეები ბევრად უფრო განსაკუთრებულს გახდეს მაგ საღამოს. თან მსოფლიო ჩემპიონატიც მოდის. მარტივი მოსაზრებელი არის, ძალიან რთულია რომ გაგიგუჭდეთ და აუცილებლად გემრიელი გამოგივათ. მეტი აღარ ვილაპარაკოთ და დავიწყოთ. დღეს გავაკეთებთ 3 ჩასაწაწუნებელს, ანუ მეზეს და ერთი იქნება დამწვარი ბულგარულის, მეორე იქნება გამოშალი პომიდორის და მესამე იქნება ტკბილი კარტოფილის ჰუმუსი. და ეხლა დავიწყოთ და პირველი იქნება დამწვარი ბულგარული. ბულგარულის დიფისთვის დაგჭირდება 1 ცალი ბულგარული, ლიმონის წვენი, დაახლოებით 80 გრამი ქეშიუ, 1 ჩაის კოზი შებოლილი პაპრიკა და 1 კბილი ნიორი. და რა თქმა უნდა, მარილი. ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ, უნდა გამოვაცხოთ, ან შეგვიძლია ცეცხლქვევით დავუწყოთ ჩვენი ბულგარული. თუ გამოვაცხობთ, შეაგდეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთი, რომ კარგად გაშავდეს ბულგარული. თუ ცეცხლქვევით გააკეთებთ, გადავაკრათ პლასტიკი და დაახლოებით 10 წუთი მოვუცადოთ, რომ კარგად დარბილდეს ჩვენი ბულგარული. გავაცალოთ ბულგარულს კანი. ავიღოთ ჩოპერი, ჩავყაროთ შეგნით ბულგარული, 1 კბილი ნიორი, ქეშიუ, შებოლილი პაპრიკა, ლიმონი, ჩავაწუროთ, რა თქმა უნდა, მარილი. თუ ოდნავ მშრალი მოგეჩენათ, შეგვიძლია დამატოთ ოდნავ ზეთი. ამ ჩვენს დიფს ზემოდან შეგვიძლია მოვასხოთ ცოტა ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ პიტა. ესა ჩვენი პირველი დიფი, რომელიც არის მართლა უგემრიელესი და ვფიქრობ, რომ თქვენი სამეგობროს შეკრების ფავორიტი იქნება. და ეხლა გადავიდეთ შემდეგ დიფზე, ჩასაწაწუნებელზე, რომლის მთავარი გმირიც იქნება საკლას მზეზე გამოშალი პომიდორი. უმამის აფეთქებაა ეს. ამ соусისთვის დაგჭირდება დაახლოებით 20 გრამი ბაზილიკი ან შაშკლავი, საკლას მზეზე გამოშალი პომიდორი დაახლოებით 80 გრამი, ზეითუნის ზეთი, ნიგოზი და რა თქმა უნდა, მარილი. ჩავყაროთ შაშკლავი, ნიგოზი, მზეზე გამოშალი პომიდორი და ცოტა ზეითუნის ზეთი, დაახლოებით 20 გრამი. და ზემოდან შეგვიძლია მოვაყაროთ ცოტა პარმეზანი, გასაფორმებლად. ესეც მზეზე გამოშალი პომიდორის პესტო და ვფიქრობ, რომ არც ისე პოპულარული არის საქართველოში, მაგრამ ეს ის პესტოა, რომელიც ვფიქრობ, რომ როგორც მწვანე პესტო გიყვარს, იგივენაირად უნდა გიყვარდეთ მზეზე გამოშალი პომიდორის პესტო. რადგან უფრო მეტი გემოაქვს და ბევრად უფრო კომპლექსურია ვიდრე ბაზილიკის პესტო, ანუ პესტო ჯენოვეზი. ეხლა კი ბოლო რიგით მესამე ტკბილი კარტოფილის ჩასაწაწუნებელი, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ, რომ ტკბილი კარტოფილი შეცვალოთ გოგრით. თუ არ გაქვთ ლობიო, თეთრი, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მუხუდუთით. დავიწყოთ. ამ რეცეპტისთვის დაგჭირდება 1 ცალი ტკბილი კარტოფილი საშუალო ზომის, დაახლოებით 150 გრამი თეთრი ლობიო ან მუხუდო, 90-დან 120 გრამამდე ტაჰინი, მეოთხედი ჩაის კოვზი დარეჩინი და მეოთხედი ჩაის კოვზი ძირა. და რა თქმა უნდა, მარილი. ტკბილ კარტოფილს რაც შეეხება. დავჭირი პატარა კუბებად და შევაგდე ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი, რომ კარგად გამოსხარიყო და დარბილებული. ტკბილი კარტოფილი, ლობიო, ტაჰინი, ზეითუნის ზეთი, დარეჩინი, ცოტა ძირა, რა თქმა უნდა, მარილი და დავაჩოპეროთ. ესეც ჩვენი პირველი დიფი დამწვარი ბულგარული. და ზევიდან მოვაყაროთ ოხრახოში გასაფორმებლად. ესეც ჩვენი 3 უმარტივესი დიფი, რომლითაც ნებისმიერ თქვენს მეგობრს შეგიძლიათ ძალიან სწრაფად გავამასპინძლდეთ და დამიჯერეთ, რომ გულგრილი არავინ დარჩება.
ამ სამ დიპში აუცილებლად მოიძებნება ის ერთი გემო, რომელიც ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს დააკმაყოფილებს. ერთი რამ რაც მინდა რომ გაითვალისწინოთ, არის ის, რომ სითხე ყოველთვის ცოცხლად დავუმატეთ, რადგან სითხის ჩასხმა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მე ამოღება იქიდან. ანუ თუ ჩავასხავთ, ვეღარ ამოვიღებთ, მაგის გამიტა. ამიტომ და თუ შეგისქელდებათ ხოლმე, ბევრად უფრო მარტივია, რომ ცოტა სითხე დავუმატოთ. მაგალითად, შეიძლება დავუმატოთ ზეთი, ზოგჯერ შეიძლება დავუმატოთ წყალი. მაგალითად, ეხლა ამ ტკბილი კარტოფილის სუნოს დავუმატებდი წყალს თუ გამისხლდებოდა. რაც შეეხება კიდევ ერთი რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ამ დიფებს გააკეთებთ თუ სხვა რამეს, ინვესტირება აუცილებლად გააკეთეთ კარგ ტექნიკაში. როგორც არის ეხლა ეს ჩემი ჩოპერი, რომელიც არის ძალიან პატარა, პრაქტიკული და აჩოპერებს ყოფს ძალიან კარგად, აპიურებს და მოკლედ ძალიან კარგი არის. ამიტომ თუ ხართ ენთუზიასტი სამზარეულოში და თუ ხშირად აკეთებთ ხოლმე რაღაცეებს, აუცილებლად ერთი კარგი ჩოპერი უნდა მოიძებნებოდეს თქვენს სამზარეულოში. ახლა კი გავაგემოვნოთ. და ვინ დააგემონებს შეთან ერთად თუ არა მისი აღმატებულება. სილამაზე და საოცრება. ქალბატონი თამარ მამალაძე. და რა თქმა უნდა, მან არინება რომ შემოსულიყო კადრში, რადგან ფიქრობს რომ ცუდად გამოიყურება. კი არა და უბრალოდ ცუდი დღე აქვს და ყველამ დაუწეროთ კომენტარებში, რომ ის არასდროს გამოიყურება ცუდად. ხოთ. და დავაგემოვნებ მე და შევაქებ ჩემ თავს, რომ ძალიან გემრიელია. მაგავშორა. დასავლია. ჩვენი კრეკერები არის ხოლმე 19 კალორიიანი. სანტესი. როგორ უნდა შევაქო? არ მიყვარს ჩემი თავის შეკება, მაგრამ გემრიელია. გთხოვთ იაქტიუროთ კომენტარებში. დამიწეროთ თუ რისი გაკეთება გინდათ რომ გასწავლოთ, ან რა გინდათ, ან რა პროდუქტის გამოყენება გინდათ ნიკოროს სუპერმარკეტიდან რომ ნახოთ როგორ უნდა გამოიყენოთ და ასევე გთხოვთ გამოეწოდოთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო, გააზიაროთ რომ უფრო მეტი ადამიანი გარვანაცვლოთ და უფრო მეტი ადამიანს მივაწვინოთ ჩვენი ხმა. ერთი ადამიანი მაინც არის, რომელიც გააზიარებს ამ YouTube-დან. დაუმტკიცოთ რომ არის ეგეთი ადამიანი, გთხოვთ ერთმა ადამიანმა გააზიარეთ. ბაი!